მშვიდობისა დღის მთავარი თემებითა და სტუმრებით ეთერშია დღის ქრონიკა. საღიაზრის რევოლუციით ამერიკაში ოქროს ხანა იწყება. ამ მთავარი გზავნილებით ერთი ვადის გამოტოვებით თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნებული 47 პრეზიდენტი საინაუგურაციო მიმართვის შემდეგ კონკრეტულ მოქმედებებზე გადადის. სამხრეთ საზღვრებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულთათვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების გაუქმება, ორი ბიოლოგიური სქესის განსაზღვრის პოლიტიკა, მექსიკის ყურისათვის სახელის შეცვლა პრეზიდენტობის პირველივე საათებში მიღებული გადაწყვეტილებების არასრული ჩამონათვალია. ტრამპმა ასევე გადაწყვიტა მსოფლიო მშვიდობის ძირის გამოთხრის ტენდენციას ბოლო მოუღოს და ამ მიზნით საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 3 თვით შეაჩერა. მოტივი ასე განიმარტა. ამერიკის საგარეო დახმარების სფერო და ბიუროკრატია არ არის თანხმედრაში ამერიკის ინტერესებთან და ხშირ შემთხვევაში ამერიკულ ღირებულებებთან მიმართებით არაეთიკურია. ისინი მიზნად ისახავს მსოფლიო მშვიდობისათვის ძირის გამოთხრას უცხოურ ქვეყნებში ისეთი იდეების წახალისებით, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქვეყნებს შიგნით და ქვეყნებს შორის ჰარმონიული და სტაბილური ურთიერთობის განვითარებასთან. როგორ შეეხებათ ეს ამერიკული დაფინანსების ბენეფიციარებს სხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში? რა თანხმედრა და მსგავსება იპოვა ქართულმა ოცნებამ ამერიკის ახალი პრეზიდენტის პირველ სიტყვაში და როგორ ცდილობს ოპოზიცია ახალი პოლიტიკური რეალობის პირობებში ქართულ ოცნებასთან წინააღმდეგობას? დღის ამ და სხვა მთავარ პოლიტიკურ თემებზე ქართული ოცნების წევრი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ისაუბრებს ტრამპის ახალი ერის დასაწყისზე, გლობალურ პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებსა და შეერთებული შტატების როლზე, მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში კი ჩვენი სტუმარი დიპლომატი კოტე ჟღენტი იქნება. და მე ვესალმები ჩვენს პირველ სტუმარს, თენგიზ შარმანაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობის ბატონ თენგიზ, მადლობა ჩართვისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვის მოსმენის შემდეგ თბილისში პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ დონალდ ტრამპთან ქართული ოცნების მსოფლმხედველობით თანხმედრაზე. კერძოდ, რა საკითხების აქტუალიზაცია გაჩვენათ ასეთმა თანხმედრამ და რა მნიშვნელობა აქვს ამ მსგავსებას ორ ქვეყანას შორის ამჟამად არსებული ურთიერთობის ნიშნულის გათვალისწინებით? საღამომშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. თქვენ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან საერთოდ ფილოსოფია საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთოდ ფილოსოფია ურთიერთობებისა იცვლება და ეს მოსალოდნელიც იყო, ეს გაცხადებულიც ჰქონდა ტრამპს წინასწარ და რაც მთავარია ამ გაცხადების შემდეგ ამერიკელმა ხალხმა ამ მიმართულებას მხარი დაუჭირა. პირველი, რაც ჩვენ შორის არის თანხმედრა, ეს არის მშვიდობასთან ჩვენი დამოკიდებულება. თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიცია გვამონათებდა და ასე ვთქვათ, ირონიულად მოიხსენიებდა ყველა იმ საშიშროებას, რომელიც საქართველოს გარშემო ტრიალებდა და არარად დაგიდევდა, თქვათ, უკრაინის პარალელურად გლობალური მასშტაბის კონფლიქტში ჩაბმას და ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემაა და ეს არაფერს არ ნიშნავს. არადა ტრამპმა პირდაპირ დაადანაშაულა ის, რომ ეს კონფლიქტი გაღვივდა ხელშეწყობით წინა ადმინისტრაციისა და ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ეგრეთ წოდებულმა deep state-მა და იმ ძალებმა, რომელიც მათ უკან დგანან. ჩვენც ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ ამ სიტუაციის დალაგება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება სრულფასოვნად, როდესაც უკრაინაში ეს ომი დამთავრდება და თქვათ, სურვილები იმისა, რომ საქართველოს ჩაერთრიო ამ გლობალურ კატასტროფულ სიტუაციაში, საუბარ სიტუაციაში, ამის ინტერესი ამ ძალებს აღარ ექნებათ. ეს პირველი მშვიდობა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ამ საკითხისადმი მიდგომა ერთნაირი გვაქვს. მეორე, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ურთიერთობები უნდა დაუბრუნდეს ბუნებრივ მდგომარეობას. არაბუნებრივია, როდესაც რაღაც თითქმის 100-მდე გენდერის თაობაზე მიმდინარეობდა პროპაგანდა, როდესაც არასრულწლოვნებს ხელს უწყობდნენ, ვთქვათ, სქესის შეცვლის ოპერაციების გაკეთებაში და ამის რეკლამირება ხდებოდა, ამის დანერგვა ხდებოდა არასრულწლოვნების დონეზეც კი სკოლებში. ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ ერთნაირი წარმოდგენები გვაქვს, ჩვენ კანონიც მივიღეთ შესაბამისი, ამასაც მოყვა გარკვეული ქილიკი და თქვენს რომ ეს მეორე ხარისხოვანია, ეს აქტუალური არ არის. დიახ, ეს იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, რომ საინაუგურაციო სიტყვის ერთ-ერთი მთავარი წამბართველი ფრაზებიც ეს იყო, რომ არსებობს ორი გენდერი და ამაში სხვა კითხვების დასმა შეუძლებელია. და მესამე ეს არის ის, რომ ტრამპს ძალიან კარგად ესმის, რა არის ამერიკის ეროვნული ინტერესები, რომ ეროვნული ინტერესები ყველა სახელმწიფოსთვის არის პრიორიტეტული. და რა თქმა უნდა,
მისთვის ადვილი გასაგები იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. როდესაც ჩვენ საუბარს გარესამყაროსთან დავიწყებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა მისთვის უცხო ვერ იქნება, იმიტომ თვითონ აქ ეს მიდგომა თავისი ქვეყნის მიმართ. და აქაც ბევრ საერთო ენას გამოვნახოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ერთნაირი მიდგომები გვექნება. ეს არის ის მოკლე ჩამონათვალი, სადაც ჩვენი ინტერესები გადაიკვეთება და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შედეგი ექნება დადებითი ჩვენს ურთიერთობებში. ბატონ თენგის, თქვენ ახლა 3 მიმართულება გამოყავით. კონკრეტულად საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გადატვირთვისთვის ახლა რას აქვს მთავარი მნიშვნელობა? აი ამ შეხედულებათა მსგავსებას და დამთხოვებს რამდენიმე მიმართულებაში, ორმხრივ კომუნიკაციაში დინამიკის განახლების აუცილებლობას თუ იმას, როგორი იქნება ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა მთლიანად ჩვენი რეგიონის, ევროპის და კავკასიის, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ? საერთოდ პოლიტიკაში ცალმხრივი მიდგომები არის დაუშვებელი და ეს შეხედულებები. ყველაფერი რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ახლა არის ძალიან აქტუალური. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. პირველი, რა თქმა უნდა, ზემოთაც ვისაუბრე, რომ ჩვენ გვაქვს იდეოლოგიური თანხმდრა ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან და ამერიკის მიდგომებთან. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ინტერესი არ დაიკლებს და ის შეეცდება მოძებნოს აქ პარტნიორები, მოძებნოს აქ მისი იდეების გამძიარებლები, მისი პოლიტიკის ხელშემწყობები. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით დიალოგისთვის და ჩვენ ყოველთვის მზად და ღია ვიყავით თქვათ ასეთი ურთიერთობებისთვის და ამას ყოველთვის ვამბობდით, რომ ნებისმიერი ნაბიჯისთვის ჩვენ მზად ვართ. გარდა ერთისა, რომ ნუ დაგვაძალებენ ან თავს ნუ მოგვახვევენ საქართველოსთვის დამღუპველი ნაბიჯების გადადგმას. ნუ მოგვახვევენ ამას თავს. რა თქმა უნდა, ვერავის ინტერესიდან გამომდინარე, რაც რა გინდა რა დიდი ქვეყანა იყოს, ან გავლენიანი ჩვენ საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს დასანგრევად და დასაღუპად ვერ გავწირავდით. და რა თქმა უნდა, ეს არც არავის არ უნდა დაეძალებინა. პირველ რიგში აი ეს არის მთავარი რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ის მის ინტერესებში არც იქნება და ასე შემდეგ. მეორე, რა თქმა უნდა, ისინი აღარ დახარჯავენ თანხებს სხვა ქვეყნების დემორალიზაციაში. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჩაკეტილი იყო და ამაზე სპეციალური კანონმდებლობაც მოგვიხდა, რომ მიგვეღო. ეს არის ღია, რომელიც ღიაობას ითხოვდა, გამჭვირვალობას ითხოვდა იმ დაფინანსებებისა და იმ ურთიერთობებისა, რომელიც საქართველოში შემოდიოდა უცხოეთიდან. და რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როდესაც ეს ყველაფერი ღია გახდება და მათი მხრიდანაც ღია გახდება, რა მიზნებს ემსახურებოდა, ბევრი კორექტივი შევა ამ მიმართულებით და უკვე აღარ მოხდება თავს მოხოვა ისეთი არაბუნებრივი იდეების დამკვიდრებასა საქართველოში, როგორც იყო სტრასბურგერული რაღაც თემების პოპულარიზაცია არასრულ წვლილებში და საერთოდ LGBT პროპაგანდის შეტანა არასრულ წვლილებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, აი ამ გადაწყვეტილებას რაც ახლა თქვენ შეეხეთ ბოლოს საგარეო დაფინანსების შეჩერებას გულისხმობს, საგარეო დახმარების პროგრამების შეჩერებას. აი ამ თემით ეს თემა რო უფრო გავშალოთ საქართველოსთან მიმართებაში, რა შეიძლება შეიცვალოს, რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამას და რამდენად შეეხება, როგორ ფიქრობთ, საქართველოში ამერიკული დახმარების ბენეფიციარებს? რა თქმა უნდა შეეხება. ახლა ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეიძლება ეს თანხები სულაც არ დაიკლოს საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ თქვენ თუ ნახეთ ის დირექტივა, რომელსაც მან ხელი მოაწერა, რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი, უნდა გადაიხედოს, რამდენად არის ის თანხმდრაში ახალი ადმინისტრაციის მიერ გასატარებელ საგარეო პოლიტიკასთან ან საერთოდ ამ ურთიერთობებთან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაძაც ამას კრიტიკულად გადახედავენ, რაში იხარჯებოდა, კერძოდ საქართველოზე ავიღოთ ფული, რა იდეების პროპაგანდისთვის იხარჯებოდა ფული. უფრო მეცაც გეტყვით, იქ დარწმუნებული ვარ, რომ აღმოაჩენენ იმასაც, რომ ანტიტრამპისტული პოლიტიკის დანერგვაზეც კი იხარჯებოდა ეს ფული საქართველოში, რომელიც იყო ამერიკელი ამომრჩევლების ფული. რა თქმა უნდა, მოხდება გადახედვა. ჩვენ არ ვლაპარაკობთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უცხოეთიდან არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყნის განადგურების მიმართულებით, რომელ ქვეყანაშიც ეს შედის. და ვინაიდან ტრამპმა ეს განაცხადა, რომ ეს არ მოხმარდება ომის პროპაგანდას, ეს არ მოხმარდება არაბუნებრივი იდეების დამკვიდრებას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ, ესე იგი, იმედს გვიჩენს იმისაც, რომ ეს პოლიტიკა გადაიხედება. თორემ
რა თქმა უნდა, თუ კეთილშობილი მიმართულებებით თქვა დემოკრატიის რეალურად დამკვიდრების საქმეში დაიხარჯება ეს ფული, თუ ეს დაიხარდება საქართველოს ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობის განვითარებაში, განათლების საკითხებში, რა თქმა უნდა, ჩვენზე დიდი და ესეთ სანდო პარტნიორებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ვერ იპოვიან. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. თავარია ეს ურთიერთობა იყოს გამჭვირვალე, თავარია ეს ურთიერთობა იყოს აგებული ურთიერთპატივისცემისა და ესე იგი ნდობის პრინციპზე და ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და ამას ყოველთვის ვაცხადებით, რომ ჩვენ ამ ურთიერთობებისთვის მზად ვართ. კი ბატონო, მინდა შევაფასოთ ოპოზიციის რეაქციები, თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ ამას ჩვენი საუბრის დასაწყისში. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც ტრამპს ქართული ოპოზიციის ერთი ნაწილი უწოდებდა რუსულ პროექტს. ახლა ისინი ცდილობენ, რომ გამონახონ ახალი მოკავშირეები და ხას უსვამენ იმას, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ვაშინგტონში ჩავიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და იქ არ იყო ქართული ოცნება. აი ამ ცდილობებს და აი ამ ცდილობების თქვა წარმატების შანსებს როგორ ხედავთ თქვენ ოპოზიციის მხრიდან? მათ გონიათ, რომ 21 საუკუნეში ამ ინფორმაციის დამალვა არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ბევრი ინფორმაცია არ მიდიოდა ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც უნდა წასულიყო ობიექტური ანალიზის საფუძველზე. ვინაიდან აქ მოვლენილი ადამიანების უდიდესი ნაწილი სწორედ იმ deep state-ის ნაწილი იყო და ისეთი სახის ინფორმაციას აწვდიდა ამერიკის ხელისუფლებას, როგორც ამ deep state-ისთვის იყო მისაღები, ან უბრალოდ ეს ინფორმაცია იქ იქმნებოდა, აქ რეალური ანალიზი არც გეცდებოდა. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ნამდვილი სახე დავანახოთ ახალ ადმინისტრაციას. მათ ალბათ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო წრეები გაუგზავნიან მთელ მასალას, როგორ იბრძოდნენ ისინი ტრამპის წინააღმდეგ, როგორ ხდებოდა იმ იდეის დამკვიდრება, თითქოს ტრამპის ყველა ნაბიჯი რაღაცა რუსული გავლენით იყო გამოწვეული და ეს არ იყო, თქვათ, გულწრფელი ნაბიჯები მისი მხრიდან. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მთელ ამ მასალას მივაწვდით. ეს მასალა ისედაც უნდა ყოფილიყო ამ უწყებებში უკვე თავისი ანალიზის საფუძველზე, მაგრამ ის ადამიანები, ვისაც ევალებოდა ამის გაკეთება, ისინი ქმნიდნენ ამ ყალბ მასალას და რა თქმა უნდა, თავის საწინააღმდეგო ინფორმაციას ხო არ მიაწვდიდნენ. სწორედ ამიტომ თქვა ტრამპმა, რომ ის ჩაატარებს უდიდეს რეფორმას საჯარო სექტორში ამერიკის ყველა დეპარტამენტში, ფედერალურ დეპარტამენტში, ყველა უწყებაში, რომელიც ფედერალური უწყება არის და მოხდება ძალიან დიდი საკადრო ცვლილება და ასევე პასუხისმგებლობა ამ საკითხთან მიმართებაში. აი ჩვენც ვნახავთ. მხოლოდ ჩვენ ვიქნებით ის მხარე, რომელიც ამ ობიექტურ ინფორმაციას ამ ოპოზიციონერებზე თან აღქმების დონეზე არა, მასალების თანდართვით, რას აცხადებდნენ ისინი, რა იდეებს ამკვიდრებდნენ ისინი, ეს თქვენთვის და მაყურებლისთვის ცნობილია, რას ამბობდნენ ისინი ტრამპზე, რა შეურაცხმყოფელ ფრაზებს ამბობდნენ, ლამის რუსეთის აგენტად აცხადებდნენ, ჩვენ ამ მასალას სრულყოფილად გავუგზავნით. მაგრამ ჩვენ ასევე კარგად დავაკვირდებით იმას, რომ ამ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ის ამერიკელი ჩინოვნიკები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და ძირითადად ისინი დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებიან და ასევე რა თქმა უნდა სპეციალური სამსახურები, რომლებიც ინფორმაციას აგროვებენ საქართველოში, ისინიც მიაწვდიან თუ არა იმავე ინფორმაციას, თქვათ ახალ ადმინისტრაციას. ეს არის მთავარი. ჩვენ გვინდა სწორი პარტნიორობა, ჩვენ გვინდა სიმართლეზე და ფაქტებზე დაყრდნობილი პარტნიორობა და არა აღქმებზე დაყრდნობილი პარტნიორობა. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგად დავანახოთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, ჩვენი ოპოზიციონერების სახით, რა ხალხთან აქვს საქმე, რა მორალის ადამიანებთან აქვს საქმე და რა დონის deep state-ის პირდაპირ აგენტურა იყო, რომლის გამოცვლასაც ამერიკაში აპირებს ახლა ვთქვათ ტრამპი და რომ დიდ რეფორმას აპირებს, აი ეს ადამიანები როგორ იყვნენ მათი აგენტურა და წარმომადგენლები საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ჩინოვნიკებიც, რომლებიც ჩაანაცვლებენ ამ ძველ ჩინოვნიკებს, ობიექტურად გაანალიზებენ იმ ინფორმაციას და რეალურ ფაქტებზე დაგვიწყებენ საუბარს და არა აღქმებზე. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს გამოსასწორებელი. ჩვენ გვაქვს ბევრი რამე სასწავლი, ვთქვათ, დემოკრატიული სამყაროსგან, მაგრამ გვაქვს სასწავლი ობიექტური ურთიერთობებისა და ინფორმაციის დონეზე და არა გამოგონილი ნარატივების დონეზე. აი ეს არის მთავარი, რომ გულწრფელი იყოს ეს ურთიერთობა და
სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული და ჩვენი მხრიდან ამას გავაკეთებთ, რომ მათი სახე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარგად დავანახოთ ახალ ადმინისტრაციას. მათი სახეცვლილება რომ ეს არაფერს არ ნიშნავს. სრულყოფილად ექნებათ მათ ინფორმაცია, რომ ეს სახეცვლილება არის მათი დაფუძნებული მათ არამორალურ საქციელზე და ისინი ნებისმიერ ასეთ დროს იცვლიან ფერს, ოღონდ მათი პირადი კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი და ნებისმიერ ძალასა და ნებისმიერ სიტუაციაში მზად არიან, ვთქვათ, მიყიდონ სული ნებისმიერ ძალას, რომლებიც მათ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ბატონ თენგიზ, კიდევ ერთ თემას უნდა შევეხოთ. ჩემ შემდეგი კითხვა ეხება ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებას. მათი განცხადებიდან მოვისმინეთ, რომ შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი თავს არიდებდა მისი კლიენტის და ოჯახის წევრების წინაშე ვალდებულებების შესრულებას, თავს არიდებს გამოძიებასთან თანამშრომლობასა და არ აწოდის ბაჩიაშვილის გადარიცხვების შესახებ ინფორმაციას. კრედიტ სვისთან დაკავშირებით, კრედიტ სვისის საქმესთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვახსოვს პოლიტიკური შეფასებები, რომ ეს საქმე ფასდებოდა პოლიტიკურ შანტაჟად. აი ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვათ, რა პოლიტიკური მდგენელი აქვს ამ დავას? აი ეს საოცარი ის არის, რომ არსებობს ეს ევროპული საერთაშორისო აქტი, რომლებიც ქვეყნებს შორის ურთიერთდახმარებას სისხლის სამართლის საქმეებში ინფორმაციის ურთიერთგაცვლას უზრუნველყოფს. აქ არის ლაპარაკი კონკრეტულ ბრალდებულზე, რომლის შესახებაც ინფორმაციის გამოთხოვის უზრუნველყოფა არ მოხდა, რაც არის აი თითქმის უპრეცედენტო შემთხვევა. იმდენად ძლიერია ამ deep state-ის და მასთან დაკავშირებული ძალების ზეგავლენა, ასეთი ურთიერთობების არევდარევაც კი შეუძლიათ. წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენ ოფიციალურად მიმართავ, როდესაც ოფიციალურად სისხლის სამართლის საქმის ვთქვათ, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოში და ამის ფარგლებში აწვდი ინფორმაციას, რომ აი ამ ბრალდების და ამ ბრალდებულის გამო ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია გამოძიების სრულფასოვნად ჩასატარებლად და ამ ინფორმაციის გამოგზავნის ბლოკირება ხდება. ეს ყველაფერი იმ საკითხების გაგრძელება, როდესაც ეს ადამიანები ვინც ესე იგი ამ deep state-ის მომსახურე პერსონალი არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში იყვნენ, ისეთ გავლენებით სარგებლობდნენ, რომ ამ სამართლებრივ ვალდებულებებს არ დაგიდევდნენ და ძალიან თავისუფლად შეუძლია დაარღვიონ მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ აქაც გვაქვს იმის იმედი, რომ ეს დამოკიდებულებები შეიცვლება. საქართველოს საგამოძიებო ორგანოები მიიღებენ სრულფასოვან ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და სრულფასოვნად ჩატარდება გამოძიება და დამნაშავედ სრულფასოვნად აგებს პასუხს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. და კონკრეტულად თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი რა ფიგურაა ამ პროცესში, როგორ ფიქრობთ? პოლიტიკური შეფასება როგორია? თქვენ ამბობთ ბრალდებულზე, ხო? ის არის ბრალდებული, მას ბრალი აქვს აყენებული ამ კონკრეტულ საქმეში და განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ეს გამოძიება, ესე იგი, მართლმსაჯულებას ჯერ ბოლო სიტყვა არ თქვავს. მე გულისხმობ იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც მასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდა ბატონ თენგიზ, რომ ის შეიძლება იყოს მიმდინარე საპროტესტო აქციების დამფინანსებელი. ძალიან ბევრი განცხადება მოგსმენი არაერთხელ ხელისუფლების მხრიდან საგარეო გარედან დაფინანსებაზე და ამ კონტექსტში კითხეთ. დიახ, მე მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ მე იურისტი გახლავართ და მე ვერ ვილაპარაკებთ ახმებით თუ არ მექნება კონკრეტული ფაქტები. მე თავს შევიკავებდი ახლა სრულფასოვანი ანალიზისაგან ამ საკითხის, რომ ამ მოპარული რაშიდ ბრალი ედება თანხების ნაწილი ისევ საქართველოში დაბრუნდა თქვათ აქ რევოლუციური სიტუაციის დასაფინანსებლად ან არეულების შემოსატანად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მასალების სრულფასოვნად მიღების შემდეგ და ის რაც უკვე ხელთა გამოძიებას გაკეთდება შესაბამისი ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე და მე რა თქმა უნდა მის პოლიტიკური ნაწილის შეფასებაზე ვიქნები რომ გესაუბროთ. ახლა უბრალოდ მათ უნდა დავემსგავსო მაშინ და აქმებით ვილაპარაკო და არა ფაქტებით. და ვიდრე მე ახლა ფაქტი ხელში არ მიკავია, რა თქმა უნდა თავისუფლებას არ მივცევ აქმებზე გესაუბროთ.
დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის ქრონიკის კითხვას პირდაპირ ეთერში ფრაქცია ქართული ოცნების წევრი თენგი შარმანაშვილი პასუხობდა. ჩვენ ახლა საუბარ სტუდიაში განვაგრძობთ. კოტე ჟღენტი დიპლომატი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობის ბატონ კოტე, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა, მთავარი გზავნილები ითქვა, პირველი გადაწყვეტილებებიც მიღებულია. რას უქადის ტრამპის ერა ამერიკას და მსოფლიოს პოლიტიკურ ლანდშაფტს, თუ შეიძლება ამით რომ დავიწყოთ საუბარი. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებთ, მივესალმებ მაყურებელს. უქადის, როგორც ბატონი ტრამპი ამბობს, ოქროს ერას, საუკუნეს, ოქროს ხანას. და იმ ამერიკის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც მას მხარი დაუჭირა, ალბათ ეჭვი არ ეპარება ამაში, რომ ეს ყველაფერი შესრულდება, რაც დაპირებული იყო და დაპირებების ძირითადი ნაწილი და სხვა შორის ისიც რა დოკუმენტებსაც ხელი მოეწერა პირველივე დღეს, ეს ძირითადად დაკავშირებულია მაინც შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკასთან და თუ ვიტყვით კიდე გარშემო მეზობელ ტერიტორიებთან, იმიტომ რომ ეს ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები ეხება არა მხოლოდ მექსიკას, არამედ არის ნიკარაგუა, ვენესუელა, კუბა და ასე შემდეგ. და სწორედ ამიტომ ხდება, რომ ამ ტრამპის მიდგომებს ძალიან ხშირად აიგივებენ, კი არა, თუ არა აიგივებენ, ყოველ შემთხვევაში უკავშირებენ მონროს ცნობილ დოქტრინას და იმას, რომ ამერიკელებმა თვითონ უნდა მიხედონ ამერიკას. და ალბათ ეს იქნება პირველი შედეგები და ეს ამისკენ არის მიმართული ტრამპის პოლიტიკა და სხვა შორის წინა საარჩევნო დაპირებების უდიდესი ნაწილიც მიმართული იყო ამერიკელებისკენ, რომ მათი ცხოვრება გახდება უკეთესი ეკონომიკური თვალსაზრისით და არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, აქ საუბარია თავისუფლებაზე, ბიუროკრატიის წნეხისგან განთავისუფლებაზე ამერიკის ისეთ რეფორმებზე, როგორიც არის განათლების სისტემის რეფორმა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სისტემის რეფორმა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ისევ ეკონომიკას თუ დავუბრუნდებით, განსაკუთრებული მიდგომები ენერგეტიკისადმი და პირველი რითიც დაიწყო მან თავის გამოსვლა ეს იყო რა თქმა უნდა ეს იმიგრაციის საკითხი და საზღვრების სამხრეთ საზღვრის პრაქტიკულად ჩაკეტვა, გაკონტროლება. ეხლა 517 მილია თუ არ ვცდები ის კედელი, რომელიც აშენებულია უკვე და 200 მილი დარჩა, რომ დასრულდეს იმ კედლის მშენებლობა. ამ თავის ხელმოწერებით ტრამპმა დაადასტურა, რომ ეს პირველ რიგში ეს დაიწყება, რომ იქ ამას გარდა რა თქმა უნდა არალეგალურად შემოსულების უკან გაგზავნა დარჩი მექსიკაში ეს ცნობილი ფრაზა თუნდაც ის რომ რამაც ყველაზე უფრო ძალიან თქვათ უფლებადამცველებისგან პროტესტი გამოიწვია ეს ახალდაბადებული ბავშვებისთვის ავტომატურად არ მინიჭება ამერიკის მოქალაქეობა. გასაჩივრდა უკვე ეს გადაწყვეტილება დღეს როგორც შეიძლება. სხვა შორის არის გადაწყვეტილებები, რომელზეც ხელი მოაწერა ტრამპმა. ის ყველა შეიძლება გასაჩივრებული იქნეს. კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას ისეთ მოთამაშეებთან მიმართებით, როგორიც არის მაგალითად ჩინეთი, ურთიერთობა როგორი იქნება ევროკავშირთან, არა უშუალო სამეზობლოსთან, ხო? ჩვენ გვახსოვს განცხადებები მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ და ვნახეთ საინაუგურაციო სიტყვაც, ხო? და მთავარი გზავნილება. რა გამოჩნდა არჩევიდან ინაუგურაციამდე პერიოდში გაკეთებულ განცხადებებში და რა გამოჩნდა ამ მიმართულებით უშუალოდ საინაუგურაციო სიტყვაში? აი თუ კონკრეტულად ჩინეთზე ვისაუბრებთ მაგალითად 3 დღის წინ გახსოვთ ალბათ ტრამპმა განაცხადა რომ პირველად გააკეთა ესაუბრა ტელეფონით სი ძინპინს ჩინეთის ლიდერს ამას კმაყოფილებით შეხვდნენ მისი მომხრეებიც კმაყოფილებით შეხვდა საერთაშორისო საზოგადოებრივაც იმიტომ რომ ორ სუპერძალას შორის ორ ზესახელმწიფოს შორის კონფლიქტს და ღმერთმა დაიფაროს კიდე ამ კონფლიქტის გამწვევებას, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა ჯობია ყოველთვის და თუ კი ის პრობლემები, რომელიც არა მხოლოდ მათ ეკუთვნით ასე ვთქვათ და მათ ეხებათ ჩინეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ შეუძლიათ გავლენა იქონიონ მთელ მსოფლიოზე, ეს პრობლემები თუ გადაიჭრება მოლაპარაკებებით და თანამშრომლობით ამას რა ჯობია. მაგრამ მე ერთ რამეს მივაქცია ყურადღება და სხვებმაც ალბათ, რომ
აი იმის მერე ესეთი პოზიტიური გზნობის მერე რა დაილაპარაკე და ამ შემდეგ მისი საინაუგურაციო მოხსენებაში იყო რამდენიმე მომენტი, რომელიც აშკარად ჩინეთის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ეს არის პირველ რიგში ტარიფების პოლიტიკა. ტარიფების პოლიტიკა უცხოურ საქონელზე, რომ პირველ რიგში ერთ-ერთ პირველ რიგში ჩინურ საქონელს ეხება, ეს ყველა მიცის. თუნდაც აი ეს ელექტრომობილების წარმოების გაზრდა. ეხლა ყველაზე უფრო ჩინური ელექტრომობილები ამ ბოლო პერიოდში იყიდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდა ამ ტარიფებისა, ის განცხადება, რომ პანამის არხს მართავს ჩინეთი და ჩვენ ეს პანამას მივეცით და ჩინეთისთვის არ მიგვიცია. ამერიკული ხომალდები ყველაზე უფრო ზარალდება, ყველაზე მეტ გადასახად სიხდიანი გავლით და ჩვენ პანამის არხი უკან უნდა დავიბრუნოთ, რა თქმა უნდა, ჩინეთის ინტერესებთან გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის, ხო? ხო, ეს არის ესეთი მომენტები, კიდე ენერგეტიკაზე საუბრისას იქაც არის მომენტები, რომელიც ჩინეთის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ მთლად ასე არ არის საქმე, რომ შეიძლება ყველაფერს ასე ვთქვათ ვარდისფერი სათვალით უყუროთ ამ ურთიერთობებში. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ წინა საარჩევნო განცხადებებს ჩინეთთან დაკავშირებით. მაგრამ თვითონ ის ნაბიჯი უკვე, რომელიც ითვალისწინებს, რომ მოდი თვითონ ზარი, თვითონ საუბარი სატელეფონო ამხელა სახელმწიფოს ლიდერს შორის და იმის სურვილი, რომ თანამშრომლობით გადაიჭრას საკითხები და რამწვავეც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რაღაცა პრობლემებია, რაღაცა დათმობები უნდა იყოს გარკვეული ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან. მაგალითად, აი საკმაოდ ხშირად ვახსენებ ხოლმე საინტერესო სტატიებია და იმიტომ ესეთი გამოცემა American კონსერვატიული ამერიკა, რომელშიც პირდაპირ სტატიაში ტრამპს თავაზობენ, რომ ნიქსონის დროინდელ პოლიტიკას დაუბრუნდეს. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებადობის პოლიტიკა, ქართულად რო ვთქვათ. საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებადობის პოლიტიკა. ეს სხვანაირად არის, აი მე რაღაცას დაგითმობ. ისე გასაგებენაზე რო ვთქვათ. სამაგეროდ შენ მითმობ რაღაცას. და ამას საუბრობენ არა მარტო ჩინეთთან ურთიერთობაში, არამედ ევროპა და რუსეთთან ურთიერთობაშიც, იმიტომ რომ აქ ენერგეტიკაზეა ძირითადად საუბარი, რუსულ ენერგომატარებლებზე. რა და იქ ნათქვამია, რომ იქნება ტრამპის ადმინისტრაციამ სადოსო, რომ ის აკრძალვები, სანქციები, რომელიც ახლა ვრცელდება რუსულ ენერგომატარებლებზე და რომელთაც ზარალდება ევროპაო, დააყენოს საკითხი, რომ აი ჩვენ თქვათ ამ სანქციებს გავავქმებთ, დაგითმობთ და რუსეთმა რაღაცეები დათმოს თქვათ უკრაინასთან სანქციების ერთგვარად გადახდების შესაძლებლობა მარკო რუბიოს როცა უსმენდნენ სენატში, მაშინაც არ გამოიწვია, როდესაც სახელმწიფო მიერ ჯერ კიდევ მაშინ კანდიდატი საუბრობდა რუსეთში. ამიტომ ეს დაკავშირებადობის პოლიტიკა, დაკავშირებადობის დიპლომატია თუ კი ბატონო, ხო და აი ამუშავდა აი ხა უკრაინაში მიმდინარე ომი, ალბათ ეს იქნება მაინც ყველაზე პირველი სასაუბრო რუსეთის სხვათა შორის ერთი რამე მინდა გაგახსენოთ, რომ უკრაინას და რუსეთს საერთოდ არ უხსენებია თვითონ სიტყვაში, საინოგურაციო სიტყვაში არც ერთხელ. მაგრამ ისაუბრა შემდეგ, როცა შეხვდა თავის მომხრეებს უკვე მოხსენების შემდეგ ჩამოვიდა ფოიეში და თავის მომხრეებს შეხვდა, აი იქ უკვე არაერთხელ ახსენა რუსეთთან ურთიერთობები და სურვილი რომ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და აი ეს ომის დასრულების პერსპექტივა როგორ მოჩანს ახლა? ჩვენ გვახსოვს რომ აი არჩევნებამდე პერიოდში, არჩევნების შემდგომ მაშინ ის ამბობდა რომ ძალიან მალე დაასრულებდა ამბობს. ახლა ეს ვადები ერთგვარად შეიცვალა. აი რა პერსპექტივა აქვს 2025 წელს ამ ომის გაჩერების შესაძლებლობა? მე მგონია რომ პირველ რიგში უნდა ველოდოთ პირველ 100 დღეს. ტრამპის პრეზიდენტობის ეს აპრობირებული მოლოდინია, ასე ვთქვათ. არა მხოლოდ ტრამპის, არამედ ყველა პრეზიდენტის შტატების საქმიანობის დასაწყისი ფასდება ხოლმე პირველი 100 დღით. პრაქტიკულად რა იყო, რა დაპირებები იყო, უпростоრად რა დაპირებები იყო საარჩევნო კამპანიის დროს და პრაქტიკულად რისი გაკეთება მოხერხდა აი ამ დაპირებებიდან პირველი 100 დღის განმავლობაში. ეს ეხება ყველაფერს. ამერიკის შიდა პოლიტიკასაც და საგარეო პოლიტიკასაც და
აი ამ თვალსაზრისით თუ ნახოთ, რისი გაკეთება მოხერხდება პირველი 100 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დამთავრების თვალსაზრისითაც. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსური საკითხია და იქ რუსეთთან ურთიერთობის საკითხი არის, პუტინის და ტრამპის ურთიერთობის საკითხია. ამ საკითხის ამ გავლენა ამ ურთიერთობის შემდეგ მე განცხადებები გვახსოვს ბატონი ზელენსკის ბოლოდროინდელი და რომელიც საკმაოდ განსხვავდება წინა განცხადებებისგან და ამას უკვე მიაქციეს ყურადღება ყველგან თვითონ უკრაინაშიც, ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დიპლომატიურად რო ვთქვათ შერბილებული განცხადებებია და ცოტა სხვანაირად რო ვთქვათ ზოგიერთი განცხადება საერთოდ წინააღმდეგობაში მოდის ძველი განცხადებებისგან ზელენსკის იმათთან. ამიტომ აი ეს საკითხები ადვილი გადასაჭრელი ნამდვილად არ არის. რას მოითხოვენ იმის სამაგიეროდ თუ რას დათმობს უკრაინა რუსეთისგან და პირიქით რუსეთი რას მოითხოვს იმისგან რომ ომი შეწყდეს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწეროს ხელი. აი ეს გამოჩნდება ამ პირველი 100 დღის განმავლობაში ალბათ მე ასე მგონია. კი ბატონო. შეერთებული შტატების აი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში რა ფორმით ხდება ან არ ხდება საქართველოს აი ეს ყველაზე საინტერესო ჩვენთვის ალბათ მაინც ეს არის, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ხოლმე საქართველოს პოლიტიკურ წრეებში იმაზე, როგორი იქნებოდა ახალი ადმინისტრაციის პირობებში ორმხრივი ურთიერთობა. პირველ რიგში იმ პროცესის რაც შეიძლება დაიწყოს მსოფლიო პოლიტიკაში, როგორი თანამონაწილე შეიძლება იყოს საქართველოს? და უკვე შემდეგ გადავიდეთ უშუალოდ მე რამდენჯერმე თქვი და გავიმეორებ, იმიტომ რომ ნამდვილად ასე ვფიქრობ, რომ საქართველოს და არის, ასე ვთქვათ, სახელმწიფო თავის სიდიდით, თავის, ასე ვთქვათ, ადგილით, საერთაშორისო პოლიტიკად, თავის შესაძლებლობით, რა თქმა უნდა, პირველ, ასე ვთქვათ, ეტაპზე და ძირითად საკითხებში, რომელიც გადასაჭრელი იქნება ამერიკის ადმინისტრაციას და მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკის, რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი ძნელია, რომ ვიფიქროთ, რომ ის ფიგურირებს ამ თქვი კიდევაც ერთხელ ჩამოთვალე ის საკითხები დაწყებული ჩინეთიდან რუსეთთან ურთიერთობით, უკრაინასთან ომით, ახლო აღმოსავლეთით, ირანთან ურთიერთობით და ნუ ვიფიქროთ მეთქი ნეტა რომელ ადგილზეა საქართველო. მაგრამ იმ ძირითად საკითხებს რომ გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს მიმართებით პოლიტიკას ეს ნამდვილად ასეა. და ამის გარდა შემდეგ არის უკვე ორმხრივი ურთიერთობა. გასაგებია რომ მართლა არავის აქვს ილუზია რომ საქართველოს შეიძლება იყოს ერთ-ერთი პირველი საერთო, მაგრამ იმ ურთიერთობის ნიშნულის გათვალისწინებით რაც ახლა არსებობს საქართველოსა და ამერიკის შორის, აი რა ბაზა არსებობს ამ ურთიერთობის. კი ბატონო, აი მაგალითად ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება ანუ კარგი ურთიერთობები, ნორმალური ურთიერთობები, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ჩვენ ურთიერთობებზე ჩინეთთან, აი ბოლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რომელიც მიიღო ჩვენმა მთავრობამ და ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას ჩინეთთან, აგერ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი უდიდესი პორტის და ძალიან მნიშვნელოვანი შუა დერეფნისთვის მშენებლობა დაიწყება და რა თქმა უნდა, როდესაც ჩინეთთან ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე არის საუბარი ურთიერთობაზე, რა თქმა უნდა, ეს საკითხებიც მათ შორის მოხდება იქ. აი ეს იგივე შუა დერეფნის საკითხი, რომელიც ჩინეთთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ საქართველოსთვის, თქვა და აზერბაიჯანისთვის ან ჩვენი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ სად მიდის ეს შუა დერეფანი? ეს შუა დერეფანი მიდის ევროპაში. და რა თქმა უნდა, ეს ევროპაც დაინტერესებულია ამ შუა დერეფნის ამოქმედებით და ნორმალური ურთიერთობით ძალიან ხშირად არ ლაპარაკობენ ხოლმე თუ რამხელა ტვირთბრუნვა აქვს ეკონომიკური ევროპას ჩინეთთან, ევროპის სახელმწიფოებს. როცა მაშინ ზოგიერთ სახელმწიფოს ადრე ჰქონდა პრეტენზია, რომ ჩვენ რატომღაც უნდა შეგვეზღუდოს ურთიერთობები ჩინეთთან. აი შეიცვლება აი ურთიერთობების დაალაგებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. რა თქმა უნდა, ირანთან ურთიერთობებზე როცა საუბარი და ჩვენ ფართე რეგიონზე, იგივე ახლო აღმოსავლეთზე, როგორც ჩვენი მეზობელი რეგიონის პრობლემები, ეს ჩვენზეც იმოქმედებს. იქ
მომხდარი სიტუაციები და უკრაინის ომთან დაკავშირებული სიტუაცია კიდე პირველ რიგში იმოქმედებს ჩვენი მხრიდან დამოკიდებული ახლა უშუალოდ ორ მხრივ ურთიერთობაში ბატონო თქვენ როცა იყავით ჩვენი სტუმარი რამდენიმე კვირის წინ მაშინ საუბრობდით ამერიკა-საქართველოს შორის დიპლომატიის ასე ვთქვათ კრიზისზე თუ შეიძლება ასე დავიქეთ თქვენ მაშინ თქვით რომ დიპლომატიას ყოველთვის აქვს საშუალება რომ იპოვოს გამოსავალი ეხლა არსებული ურთიერთობის პირობებში რა შანსები აქვს დიპლომატიას ძალიან კარგი შანსები გვაქვს მე ასე მგონია რა თქმა უნდა წინა ადმინისტრაციამ ამერიკის საკმაოდ ბევრი რამ დაზიანა და დააზარალა ჩვენ ურთიერთობებში მაგრამ ძირითადი საკითხები რომ მოიხსნა რასაც ჩვენ გვედავებოდნენ ამერიკის წინა ადმინისტრაციის მხრიდან ნუ ეს ნათელია თუნდაც აი მოხსენებიდან გამოსვლიდან ტრამპის იმიტომ რომ პრაქტიკულად დამთავრდება საკითხი ოჯახურ ღირებულებებზე და LGBT პროპაგანდაზე გამომდინარე ტრამპის განცხადებებიდან ანუ ამ თანხმობასთან დაკავშირებით რა უნდა ამ ინტერესების თავხედრა აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს სხვათა შორის ძალიან ნაკლებად იხსენებენ ხოლმე რომ რუბიომ და სხვებმაც ტრამპის გუნდიდან განაცხადეს რომ ჩვენ ძალიან და აი ეს ხელმოწერა დახმარების შეჩერების უცხოეთისთვის ეს ამასთან დაკავშირებულია სად მიდის ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული ვინ შეიძლება ვიღაც იმედი კონდეს რომ ისევ გაგრძელდება დაფინანსება რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციების სოროსისგან კი ბატონო იმიტომ რომ მე ვეთანხმები ჩვენ მეგობარს ბატონ ურბანს რომ ჯერ კიდევ ბრიუსელზე საკმაოდ დიდია სოროსის გავლენა განსხვავებით იმისგან რაც უკვე პრაქტიკულად მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმედი მაქვს რომ ამერიკასთან გაცილებით სწრაფად დაიწყება გადატვირთვის პოლიტიკა მაგრამ სამწუხაროდ ევროპასთან ამის იმედი არ მაქვს იმიტომ რომ იმას საკმაოდ მეტი დრო დაჭირდება ამ გადატვირთვას არა ვარ დარწმუნებული რომ ისეთი პიროვნებები როგორიც არიან კუბილიუსი და კალასი მაგალითად პირდაპირ აყვებიან ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომებს თუნდაც საქართველოს მიმართ ენერგეტიკის მიმართ და რუსეთის მიმართ მიდგომებს ნატოს დაფინანსების მიმართ მიდგომებს აუცილებლად აყვებიან იმიტომ რომ მიძულებული იქნებიან რომ აყვენ და ჩვენს მიმართ შეიძლება ეს პროცესი ცოტა გაგრძელდეს ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის დღის ქრონიკის სტუდიის სტუმარი გახდა დიპლომატი კოტე ჟღენტი ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია მე გემშვიდობებით ხუთშაბათამდე ნახვამდის